საღამოშვიდობის დღეს პარასკევია და ზუსტად 22 საათზე პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური თოქ-შოუ პირველი სტუდია მე კამიშველაძე ვარ. რუსეთიდან მომდინარე ახალი საფრთხე სამეკავშირეო ხელშეკრულება აფხაზეთს რას გულისხმობს შეთავაზე რა საფრთხის შემცველია ის საქართველოსთვის და რას მოუტანს აფხაზეთს. არის თუ არა საქართველოს მზად კრემლიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად რა სიგნალია ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის რას ითხოვს და რას ელოდება ქართული მხარე პარტნიორებისგან. ვინ როგორ აფასებს რუსულ პოლიტიკას დავა ტერმინებზე პარლამენტის განცხადება კარასიმი აბაშიძის უშედეგო შეხვედრა და ამ ფორმატის სამომავლო პერსპექტივა ამ და სხვა კითხვებს დღეს პირველ სტუდიაში ჩემი სტუმრები უპასუხებენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ბერკეტი აქვს და როგორ რეაგირებს ხელისუფლება გამოწვევებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უპასუხებს დღეს ჩვენ შეკითხვებს ის არის ჩვენი სტუმარი ქალბატონო მაია მოგესალმები დიდი მადლობა რომ მოვდანდით ჩვენთან სტუდიაში რა თქმა უნდა ვისაუბრეთ დღეს რუსეთ აფხაზეთის შეთანხმებაზე სავარაუდო შეთანხმებაზე და მომდინარე საფრთხეებზე სწორედ ამით მინდა ჩვენი საუბარიც დავიწყო აი ეს შეთანხმება ეს პროექტი უბრალოდ შეთანხმების რა საფრთხის შემცველია ქართული საქართველოს სახელმწიფოსთვის აფხაზის საზოგადოებისთვის და რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას აი ამ ყველაფრის შესაჩერებლად მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა დღეს ჩემი მოწვევისთვის. ამ თემაზე ჩვენ არაერთი კომენტარი გავაკეთეთ უკვე. პრინციპში მე ახალს ვერაფერს ვერ დავამატებ. ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, ჩვენ ვართ ძალიან შეშფოთებულები, ძალიან ყურადღებით. ეს არის პირდაპირი ანექსია ჩვენი ქვეყნის, რომელიც 20% არის ეხლა ოკუპირებული, საიდანაც განდევნილია 300,000-ზე მეტი ადამიანი. და ისინი არიან ქცეულები დევნილებად საკუთარ ქვეყანაში, იძულებით გადაადგილებული პირები და ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შეილახოს. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ამ მოვლენებს. ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია. ჩვენ არ გამოვიყენებთ ძალას არავითარ შემთხვევაში, ჩვენ ეს ვალდებულება აღებული გვაქვს ჟენევის ფორმატში. მოგეხსენებათ, ამ ფორმატში მიმდინარეობს სწორედ ამ თემებზე საუბარი. იქ ორი ძირითადი საკითხია. ერთი არის სწორედ ვალდებულება ძალის არ გამოყენების შესახებ, რომელიც საქართველოს აღებული აქვს და მას აქვს იურიდიული საფუძველი და იგივე სველოდებით რუსეთის მხრიდან და ამ 6 წლის განმავლობაში ამისი მიღწევა ვერ მოხერხდა, ხოლო მეორე საკითხი არის დევნილების დაბრუნება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და არც ამ მიმართულებით არ არის პროგრესი. მაგრამ ეს პროგრესი არ არის უკვე 6 წლის განმავლობაში. საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციის კონსოლიდაციის გარდა ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. ამ მიმართულებით კი ძალიან ბევრს მუშაობთ. კი, მაგაზე მინდა სწორედ გითხოთ, აი ამ დღეებში, როდესაც ეს თემა გააქტიურდა, ექსპერტების ნაწილის მხრიდან, ასევე თქვენი ოპონენტების მხრიდანაც, ოპოზიციის მხრიდანაც გამოითქვა ასეთი მოსაზრება, რომ ხელისუფლება არ არის საკმარისად აქტიური ამ ყველაფერთან მიმართებაში. არსებობს ასევე ასეთი მოსაზრებაც და ესეც არის თქვენთვის ცნობილი, რომ მთავრობამ დააგვიანა რეაგირება იგივე უკრაინასთან დაკავშირებით, იგივე მავთულ ხლართებთან დაკავშირებით, ამ თემებთან დაკავშირებით, კონკრეტულად ხელშეკრულებას გულისხმობ. თუ შეგიძლიათ ახლა ჩვენს გითხრათ მაყურებელსაც და თუნდაც თქვენი ოპონენტებისთვისაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაუსვათ ხაზი. რას ითხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, კონკრეტულად რას ელით და როდის უნდა ველოდეთ უფრო მკვეთრ რეაქციას პარტნიორების მხრიდან? რეაქცია ჩვენ არ დაგვიგვიანებია არაფერზე, არც უკრაინის კრიზისზე, არც მავთულ ხლართებზე, რომელზედაც მუდმივად იყო საუბარი და არც ამ შემთხვევაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ თანმიმდევრულად, შეიძლება ძალიან დიდი ყაყანი არ არის აწეხილი ამის გამო და ეს არ მოსწონს ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ რეაქცია არის ყოველთვის დროული, ყოველთვის შესაბამისად მკაცრი, ადეკვატური იმ სიტუაციისა, რომელიც არის შექმნილი და ამის დასადასტურებლად მე რასაკვირველია ახლა არც ერთ დოკუმენტი აქ არ მომიტანია, მაგრამ შეგიძლიათ მოიძიოთ მრავალი დოკუმენტი. იქნება ეს განცხადებები საგარეო საქმეთა სამინისტროსი თუ განცხადებები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და ასე შემდეგ. ჩვენ ამას წინათ სხვადასხვა სხვა კონტექსტში დაგვჭირდა ამ განცხადებების ჩამონათვალი და სია გავაკეთეთ, რომელიც არის ძალიან გრძელი და რომელიც ზუსტად ასახავს ყოველი გამწვავების შემდეგ საქართველოს მთავრობის რეაქციას.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ჩვენ რასაკვირველია ინფორმირებულები ვიყავით მანამდეც, რომ ასეთი ხელშეკრულება მზადდებოდა, მაგრამ ამ ხელშეკრულებაზე რეაქცია ჩვენ საჯაროდ არ დაგვიკეთებია მანამ, სანამ იგი არ გამოქვეყნდა აფხაზურ საიტებზე. მოგეხსენებათ, რუსულ საიტებზე იგი ჯერ არ არის გამოქვეყნებული. და პრინციპში პირველი ოფიციალური დადასტურება, რომ რუსეთი მართლაც აპირებს ამ ხელშეკრულების დადებას აფხაზეთთან, ჩვენ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენ მოვისმინეთ გუშინ, როდესაც კარასინი აბაშიძის შეხვედრის შემდეგ ბატონმა კარასინმა ეს განცხადება გააკეთა, რომ ისინი არ ფიქრობენ ამ ხელშეკრულების გადახედვას. სხვა შორის ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ჩვენ დავამუშავეთ, არის პროექტი და მეორეს მხრივ განცხადება კარასინის მიერ გადაგზავნილი ეგრეთ წოდებული თემაზე, რომელიც აფხაზეთის მთავრობისთვის ოფიციალურ პოზიციად რამდენადაც მე მივხვდი. აფხაზეთის მთავრობისთვის გადაგზავნილი იმისათვის, რომ მათ თავიანთი შენიშვნები წარმოადგინონ, თურმე გადახედვას არ ექვემდებარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ის ხელშეკრულება, რომელიც უნდა რუსეთს და მასში ვერანაირ ცვლილებას ვერავინ ვერ შეიტანს. თუ იგი გადაგზავნილი იყო პროექტად, ესე იგი იგი პროექტი არ ყოფილა, არამედ ყოფილა გამზადებული დოკუმენტი. ესეც არის ალბათ იმისი მიზეზი, რომ აფხაზეთის როგორც დე-ფაქტო ხელისუფლება, ისე მოსახლეობა არის შეშინებული და შეშფოთებული იმ მომავლით, რომელიც მათ ელით. თუ რის გამოწუხს აფხაზეთის მოსახლეობა, თუმცა მე როდესაც წინა კითხვა დავსვი და როდესაც იყო არასაკმარის აქტიურობაზე, როდესაც მოვიყვანე მაგალითი ოპონენტებისა და ექსპერტების ნაწილის წუხილი ამასთან დაკავშირებით, თქვენს მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა, ქალბატონო მაია, აქ არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, იგივე რაღაც ფორუმებზე საქართველო გამქრალია, რომ ის არ არის მიბმული უკრაინასთან, ამას საყვედურობენ ხოლმე. აბსოლუტურად მიუღებელია ეს საყვედური, იმიტომ რომ არ ყოფილა არც ერთი საერთაშორისო ფორუმი, რომელზედაც ყოფილიყო ლაპარაკი უკრაინაზე და არ ყოფილიყო იქვე ნახსენები 2008 წლის მოვლენები და არ ყოფილა არც ერთი ფორუმი, რომელიც საქართველოს მთავრობას გამოეტოვებინოს, გნებავთ ევროპის მასშტაბით და გნებავთ მსოფლიო მასშტაბით და სადაც არ გაეჟღერებინოს ეს პოზიცია. მაგალითად, არაფერს უაში არ იყო ერთის მხრივ, ერთის შეხედვით ეს თემა და არც უკრაინა და არც საქართველო იმ უშიშროების საბჭოს ხდომაზე, რომელსაც მე დავესწარი ნიუ-იორკში, სადაც მიწვეული ვიყავი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ, მაგრამ მე ის ტრიბუნაც გამოვიყენე იმისათვის, რომ უკრაინაზეც მესაუბრა და საქართველოზეც მესაუბრა. მისი თემა იყო ISIL და კოალიციის შექმნა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მე ის ტრიბუნაც გამოვიყენე ამისთვის და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი იყო უშიშროების საბჭოს ხდომაზე და მით უმეტეს პირველად გაჟღერდა ეს თემები ასეთი მაღალი ტრიბუნით. წუხილი დავარქვათ, ჯობია ალბათ. რითი უნდა ახსნა? იმითი, რომ მათ სხვა არაფერი არ დარჩენიათ, რომ გააკრიტიკონ ხელისუფლება, ეს გასაგებიცაა, რადგან თავს თვლიან ოპოზიციად და ალბათ საერთოდ დავიწყებული აქვს საკუთარი წარსული. და ისიც თუ თვითონ რასაკეთებდნენ და რა მემკვიდრეობა დაუტოვეს ახალ ხელისუფლებას ამ კონკრეტული მიმართულებით. მე ახლა თლიანად რო გავშალო იმ მემკვიდრეობაზე საუბარი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ალბათ ღევანდელი გადაცემა არ გვეყოფა. ხო, არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯობია ვისაუბროთ აფხაზეთზე და მომავალზე. 2008 წლის ომის შემდეგ მიმდინარე მოვლენები, 6 წლის წინ იყო ეს ყველაფერი და ჩვენ 2 წელია მხოლოდ ხელისუფლებაში ვართ. რამე გაუარესდა მას შემდეგ ბრჭყალებში იმაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო, ქვეყანა 20% არის ოკუპირებული, ამდენი დევნილი გვყავს ქვეყანაში. გვაქვს ეს ერთადერთი ფორმატი საერთაშორისო, რომელშიც ვერანაირ პროგრესს ვერ ვახცევთ, მაგრამ ზუსტად ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ჩვენ და არავის არ ქონდა ილუზია, რომ 2 წელიწადში ჩვენ სასწაულს მოვახდენდით და აფხაზეთს და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ. საერთაშორისო ტრიბუნები ახსენეთ თქვენ და მეც მინდა ამასთან დაკავშირებით გკითხოთ, თქვენ ორშაბათს აპირებთ ასევე აი ამ საკითხის დაყენებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და ასევე აცხადებთ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ხელმოწერის შემთხვევაში ეს იქნება ანექსია, აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსია და ანექსიის პირდაპირი საფრთხე. არის ეს მთავრობის ერთიანი პოზიცია, ქალბატონო მაია? რასაკვირველია, ეს პრემიერის გუშინდელ განცხადებასაც გავიხსენებ, სადაც არ იყო ასეთი მკვეთრი ფორმულირება.
ეს რასაკვირველია არის მთავრობის ერთიანი პოზიცია, რომელიც შემუშავდა თუ გნებავთ 13 ოქტომბერსაც კიდევ ერთხელ, როდესაც 14 ოქტომბერს უკაცრავად, როდესაც შეიკრება უსაფრთხოების საბჭო, სწორედ ამ კონკრეტულ თემაზე სამსჯელად, მაგრამ ერთი წამით მინდა დაუბრუნდე ოპონენტების კრიტიკას. ამ ოპონენტებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით ამ კონტექსტში ვრჩები ისევ და სხვაზე არაფერზე არ ვსაუბრობ. Როგორც არის მაგალითად არაღიარების პოლიტიკა, საქართველოს მთავრობას აქვს უდიდესი წარმატება, რომ აღიარებათა რიცხვი შეამცირა 3-მდე, ხოლო გაეროში დევნილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეზოლუციაში აქვს ასეთივე გარღვევა და 79 მომხრე ყავდა წელს. ანუ თუ კი ვიქნებით ობიექტურები და ვეცდებით რომ სიტუაცია შევაფასოთ და მთავრობის მუშაობა შევაფასოთ, მაშინ ისიც უნდა დავინახოთ მიღწევა სადა გვაქვს, იმიტომ რომ ეს მათაც ძალიან კარგად იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია. ამიტომ მათ კრიტიკას მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ. არა მაგრამ სანამ იმ კითხვას ვიპასუხებთ ეს კრიტიკის თემაც არაფერი რაც არის პოზიტიური მიღწევა საქართველოს მთავრობის და განსაკუთრებით ექსპერტებზე მაქვს ლაპარაკი ამ შემთხვევაში, თორე ოპოზიცია არ არის მოწოდებული იმისათვის, რომ მთავრობა აქოს, ობიექტურობა მოითხოვს მინიმუმ იმის აღნიშვნას, რომ ეს წარმატებები არის. გარდა ამისა, წარმატებები და კრიტიკის თემა ბარემ გავაგზავნოთ და ამოვწუროთ მაშინ. ერთ წინადადებას ვიტყვი კიდევ, ეხლა ჩვენ მუშაობთ წლიურ ანგარიშზე, რაც არის ერთგვარი შეჯამება, უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა, 2 თვეა ფაქტიურად დარჩენილი წლის ბოლომდე და ჩვენ დავთვალეთ, რომ 60-ზე მეტი ძალიან მაღალი დონის და მაღალი დონის ვიზიტი იყო საქართველოში წლის განმავლობაში. ასე რომ ესეც არის ისეთი მიღწევა, რომლითაც ვერ დაიკვეხნის წინა მთავრობა და წინა საგარეო საქმეთა სამინისტრო. და კრიტიკის თემა მინდა ის ბარემ ამოვწუროთ და მე უკვე შემდეგ ვისაუბროთ თქვენს ორშაბათის შეხვედრებზე და რა სედით შედეგად აი ამ ყველაფრისგან. ასევე არის და ესეც თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა, კრიტიკის თემა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა, ანუ ერთგვარი ეს დათბობის პოლიტიკა, ლოიალური პოლიტიკა, რომელსაც სწორედ ოპონენტები და ასევე ექსპერტების ნაწილი ამბობენ, რომ ეს არის უშედეგო და არაფრის მომტანი. თქვენ რა შედეგი დაინახეთ მთელი ამ 2 წლის განმავლობაში, რაც ეს გახდა საქართველოს ახალი ხელისუფლების გაცხადებული? ვიცი, რომ აზრი აქ არის გაყოფილი, იყო თავიდანვე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ხელშეკრულების შესახებ გახდა ცნობილი, იყო მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდანაც მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მორიგი შეხვედრა არ უნდა გამართულიყო აბაშიძეს და კარასის შორის. მე პირადად ვიზიარებ იმ აზრს, რომ ამაზე იყო მსჯელობა, იყო კამათი, მაშინ, როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ სწორედ ბატონი ზურაბის გამგზავრების წინ 14-ში და მე ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ ეს შეხვედრა უნდა შემდგარიყო. ბატონი ზურაბი ხვალდილას დაბრუნდება საქართველოში, ამიტომაც არის ხვალ კიდევ ერთხელ დანიშნული უსაფრთხოების საბჭო და იგი მოგვიყვება ყველა დეტალს, რომელიც ტელეფონით რასაკვირველია, ასე ამომწურავად არ მოუწოდებია ჩვენთვის. მე არ მიგულისხმია მხოლოდ კარასინი აბაშიძის შეხვედრა, მაგაზეც აუცილებლად ეს დათმობა გამოიხატა მხოლოდ და მხოლოდ ამ ფორმატის შექმნაში, ეს იყო ფაქტიურად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, გარდა იმ რამდენიმე ნაბიჯისა. მე შეგახსენებთ, რომ ის ოპონენტები, რომლებიც დღეს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, თავად იღწვოდნენ იმისთვის, რომ ასეთი დიალოგი რუსეთთან ქონოდათ, მაგრამ ვერ მიაღწიეს და მე ვფიქრობ, რომ ის დადებითი შედეგი, რაც მან ეკონომიკისთვის მოიტანა, არის საკმარისი იმისთვის, რომ გამართლება ქონდეს. კი, თუმცა თქვენ თვითონაც აღნიშნეთ ერთ-ერთ თქვენს გამოსვლაში, სადაც რომ ეს კონკრეტული დიალოგი უკვე ამ კონკრეტულ შემთხვევაში უпростоრად უკვე შესაძლოა გასცდა და გასცდა კიდეც ხილბოსტანის თემას. ხილბოსტანი ეთყობა ძალიან მოეწონა მედიას. მე ნამდვილად ვთქვი, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია 2 ადამიანი, რომელიც დიდი ხანია ერთმანეთს იცნობს და უკვე გარკვეული პერიოდია ერთმანეთს ხვდება ამ თემებზე სალაპარაკოთ, გადავიდეს ღვინოზე და ხილბოსტანზე და არ ილაპარაკოს იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც ახლა ყველას გვაღელვებს. მაგრამ ერთი რამ უნდა დავამატო აუცილებლად, არავითარ შემთხვევაში ამ მეორე ფორმატს არ მიუყენებია არანაირი ზიანი ჟენევისთვის,
ჟენევა ისევე გრძელდება, როგორც გრძელდებოდა და უნდა გაგრძელდეს აწიც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ ეს ორი ძირითადი თემა განიხილება, მას რომ რაღაცნაირად დაეზიანებინა ჟენევის ფორმატი, მაშინ მე მათ შორის ვიქნებოდი, ვინც არ იქნებოდა ამ ფორმატის განხორციელების დღეს ამ ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობას თქვენ ვიმსჯერებთ. მე ძალიან მაინტერესებს ბატონი ზურაბის მონაყოლი, რომელსაც ხვალ მოვისმენ და ალბათ სწორედ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ ისინი შემდეგ შეხვედრაზე არ შეთანხმებულან, აქ არ არის გამორიცხული, რომ ვთქვათ, ან რაღაც პაუზა იყოს, ან პირიქით სწრაფად გახდეს შეხვედრა საჭირო, ან რაღაცა შეიცვალოს, ან თემატიკა, ან რამე სხვა. ყოველ შემთხვევაში იგი არავითარ შემთხვევაში არ შეიჭრება ჟენევის კომპეტენციაში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წარმოუდგენელი იქნებოდა ბატონ ზურაბს არ ელაპარაკა ამ ხელშეკრულებაზე. აგეთ, მოდით კიდევ გავაგრძელოთ ჟენევის ფორმატი, რახან ახსენეთ, ამაზეც მინდა აუცილებლად ვკითხოთ. რატომ არ არის საკმარისი ჟენევის ფორმატი რუსეთთან სალაპარაკოდ? რას გულისხმობთ იმაში, რომ არ არის საკმარისი? მაშინ, როდესაც მოხდა კარასინი აბაშიძის ჟენევას აქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა. ჟენევას აქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა. იგი შეიქმნა 2008 წლის ომის შემდეგ. მასში არის ორი კონკრეტული მიმართულება, რომელსაც მოგახსენეთ, ძალის არ გამოყენება, ცეცხლშეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულება და დევნილთა და იძულებით ჟენევაზე მე გულისხმობ პრაღას. მას აქვს იგივე ამოცანა, რაც ჰქონდა მაშინ, როდესაც ეს ფორმატი თუ შეიძლება ასე ითქვას შეიქმნა. მას აქვს იგივე ამოცანა, იგი არ უნდა გაცდეს ეკონომიკის და ჰუმანიტარული საკითხების ფარგლებს. ამ მიმართულებით პროგრესი არის ნამდვილად მიღწეული და ჩვენ რასაკვირველია, ახლა არავინ არ არის აქ მეოცნებე იმ გაგებით, რომ ვერ აფასებთ ეს რეალობას, დარწმუნებულები ვიყავით, რომ იგი ვერ შეცვლიდა არსებულ ვითარებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმისი იმედი იყო ლეგიტიმური, რომ მას დადებითი გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ დიალოგზე, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს. ეს სამწუხაროდ არ მოხდა. თუმცა კიდევ რომ დავაკონკრეტოთ, ხვალ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ თქვენ უკვე მიიღებთ გადაწყვეტილებას, უნდა გაგრძელდეს თუ არა ფორმატი ამ სახით, მე ვგულისხმობ სავაჭრო ეკონომიკური ჰუმანიტარული მოლაპარაკება, თუ ზოგადად უნდა შენარჩუნდეს ან გაუქმდეს. დიახ, ზუსტად ამაზე იქნება საუბარი. მე ჯერჯერობით მთავრობის პოზიცია ამ საკითხზე არ შემიძლია რომ მოგახსენოთ, რადგანაც ბატონი ზურაბის დაბრუნებას ველოდებით და ხვალ დილის 10 საათზე დაიწყება უკვე უსაფრთხოების საბჭო, რომელზედაც ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. ასევე ერთი შენიშვნა ამ ფორმატთან დაკავშირებით, მაგაზეც რომ დავასრულოთ საუბარი, არის კიდევ ის, რომ ეს არის ფორმატი, სადაც კარასინი აბაშიძე საუბრობენ საერთაშორისო თანამეგობრობის გარეშე და მაშინ, როდესაც საქართველოს-რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ამაზეც მინდა მოვისმინოთ თქვენი არგუმენტი. ჟენევაში ჩვენ საუბრობთ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, ეს არის გაერო, ეს არის ეუთო, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები და სწორედ ამიტომაც განიხილება იქ საქართველოსთვის სასიცოცხლო თემები. რაც შეეხება ამ საკითხს და მის ძალიან შემოსაზღვრულ კომპეტენციას, რომელიც არის ეკონომიკა და ჰუმანიტარული საკითხები, გამორიცხავთ, რომ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა შესაძლოა მოხდეს აი ამ ფორმატში, თუ გაგრძელდება ის? არა, ვერაფერს ვერც გამოვრიცხავ და ეხლა ვერანაირ სპეკულაციას ვერ შემოგთავაზებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეცვლილი რეალობა გვაქვს და შეცვლილი რეალობის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ ხვალ. ბატონი ზურაბის ინფორმაცია იქნება ძალიან ღირებული ხვალინდელი დისკუსიისთვის. კი, მოდით დავუბრუნდეთ ისევ ჩემს შეკითხვას, მე მაინტერესებს ორშაბათს აპირებთ სწორედ თქვენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას და თქვენ უკვე განაცხადეთ, რომ სწორედ ეს თემა იქნება სამეკავშირეო ხელშეკრულებას გულისხმობ, მთავარი სასაუბრო თემა თქვენი მხრიდან. ამასთან დაკავშირებით მინდა და თქვენი შეფასებაც გავიმეორე, რომ ეს არის ანექსიის პირდაპირი საფრთხე. რამდენად ერთიანია აი ამ შეფასებაში მთავრობა? არავინ არც მთავრობაში, არც ოპოზიციაში და არცად ვინც ხვანაირად შეაფასებს ამ ნაბიჯს. ის რომ მე ორშაბათს მივდივარ ლუქსემბურგში, არის რასაკვირველია დამთხვევა, ის დიდი ხნის წინ დაგეგმილი შეხვედრაა ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, 28+1 ასეთი ფორმატია. ეს პატივი ჩვენ წილად გვხვდა ლატვიის მონდომებით და იმის გამო, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას და უკვე დავიწყეთ მისი დროებითი გამოყენება.
ამიტომ ეს არის უნიკალური ფორმატი, რომელიც პირველად მე წესით იქ სხვა რამეები უნდა მომეთხოვა. მე უნდა მომეთხოვა და ჩამომეყალიბებინა რა არის ჩვენი მოლოდინი რიგის სამიტიდან, როგორია ჩვენს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება, უნდა მესაუბრა მონიტორების მისიის შესახებ, უნდა მესაუბრა სტრატეგიული დიალოგის შესახებ და ბევრი თემის შესახებ, რომელიც არის ევროკავშირთან სასაუბრო თემები. როგორც მივხვდი, შეიცვალა. ეხლა იქნება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მოგეხსენებათ არის უბრალოდ იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უკვე არის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის, ქალბატონი ფედერიკა მოგერინი. ამ ფაქტით მე რასაკვირველია აუცილებლად უნდა ვისარგებლო და მე იქ არამხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს მივმართავ, არამედ ევროკავშირის წარმომადგენლებსაც. და ჩემი ძირითადი თემა იქნება რასაკვირველია ეს ხელშეკრულება, მისი მოსალოდნელი შედეგები, ეს ხელშეკრულება და მისი ანალიზი თუ რას მოიცავს, მისი ცინიკური ტონი, რომელიც იმეორებს ასოცირების ხელშეკრულების ფრაზებს და გარდა ამისა მასაც აქვს მეხუთე მუხლი როგორც ვაშინგტონის ხელშეკრულებას ნატოსი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს, ასე რომ ყველაფერ ამაზე და ამ ხელშეკრულების ანალიზი მიმაქვს მე იქ, მომზადებული ასევე დოკუმენტის სახით და ყველაფერ ამას მე დავურიგებ ჩემს კოლეგა მინისტრებს, ამაზე გვექნება მსჯელობა, შესაბამისად გაკეთდება განცხადებები იქვე. მოლოდინი თუ გაქვს ხალბატონო მაია იმისი თუნდაც კარასინის ბოლო განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც ამბობს, რომ ეს შეთანხმება აუცილებლად მაინც მოხდება. თუ გაქვთ თქვენ იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა ეს შეჩერდეს და გადაწყვეტილება შეიცვალოს. არა მაქვს, მე მგონია, რომ რაღაცა საოცრება უნდა მოხდეს, რომ რუსეთი შეჩერდეს და არ დადოს ეს ხელშეკრულება დე-ფაქტო რეჟიმთან. მაგრამ ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია და ამას გავაკეთებთ. მე სამშაბათს მექნება შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკვე ბერლინში. ეს იქნება ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც ასევე ორმხრივი თემები უნდა განხილულიყო. მაგრამ ამ შეხვედრის დიდ ნაწილსაც დარწმუნებული ვარ, წაიღებს სწორედ ხელშეკრულებაზე საუბარი და მოსალოდნელ საფრთხეზე საუბარი, საფრთხეზე, რომელიც ემუქრება, როგორც ჩემს ერთ-ერთ პირველ კომენტარში ვთქვი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და მე ვიტყოდი ევროპის უსაფრთხოებისთვისაც ეს არის ახალი გამოწვევა. ხოლო შემდეგ ოთხშაბათს მე მექნება ძალიან ფართო აუდიტორიასთან. რომ მოლოდინი იმისი, რომ რუსეთი გადაწყვეტილება შეცვლის, ამისი მაინც არ გაქვთ მიუხედავად თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობის და პარტნიორების ზეწოლის. იმის შემდეგ, რასაც ჩვენ ვუყურეთ უკრაინაში, რასაც ჩვენ ვუყურეთ უკრაინაში, თქვენ გაქვთ იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება? მე სულ მახსენდება ჯერ კიდევ უკრაინის კრიზისის პირველ ფაზაში გაკეთებული განცხადებები რუსეთის მხრიდან, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, მათი ამოცანა, რომ ისევ გააძლიერონ. თქვენი აზრით რა არის ის, რაც შეაჩერებს მაშინ რუსეთს? ეგ არის შეკითხვა, რომელსაც თავის თავს უსვამს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, ცალ-ცალკე და ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები და ყველა დასავლეთში და სამწუხაროდ ამაზე პასუხი ძალიან რთულია. დასავლეთმა იპოვა პასუხი ამაზე სანქციების სახით, ამ სანქციებს გარკვეული ეფექტი ჰქონდა. ეხლა სხვათა შორის დღეს იტალიაში გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრები, იქ არის რუსეთის პრეზიდენტიც, იქ არის უკრაინის პრეზიდენტიც. აი ხა როდესაც იმაზე ვსაუბრობთ, რომ უნდა ელაპარაკოს თუ არა აბაშიძე კარასინს, რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები ელაპარაკებიან ერთმანეთს მილანში. ანუ ის, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, ასეთ მდგომარეობაში ვართ, ოკუპირებულია ჩვენი ქვეყანა და ეხლა ანექსიის საფრთხეა, არ ნიშნავს იმას, რომ დიალოგი, როგორც ურთიერთობის ფორმა და რაღაც ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რაღაც გამოასწორო, აბსოლუტურად უგულებელყოფილი უნდა იყოს. თუმცა ეხლა თქვენი ოპონენტები რო ახსნენ, ისინი აუცილებლად გეტყოდნენ, რომ როდესაც არსებობს ჟენევის ფორმატი, ეს ფორმატი რა საჭიროა და ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ამიტომ ამ კითხვებს ეხლა მე აღარ დაუბრუნდები. ამიტომ ჩვენ იმათ შეკითხვებს კი ნუ წარმოვიდგენთ. ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ და იმაზე ვისაუბროთ, რაც თქვენ მინდა რომ ყველაფერზე მოვისმინოთ თქვენი პასუხი. და კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ იტალიიდან მოდის რაღაცა თითქოს პოზიტიური სიგნალები დღეს.
რუსეთის პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრა გერმანიის კანცლერთან, იგი უნდა შეხვედროდა შემდეგ გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტს და უკრაინის პრეზიდენტს, ეს 4 მხრივი შეხვედრა უნდა გამართულიყო. სამწუხაროდ ამის შესახებ მე ინფორმაცია ვეღარ მოვასწარი რომ ენახა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იტალიის პრემიერ-მინისტრისგან იყო დადებითი სიგნალები. ნახოთ. კი, ნახოთ. იმედი არ უნდა დავკარგოთ. ასევე მინდა კიდევ მწვავე გამოხმაურებები და რეაქციები გავიხსენო აი ამ ხელშეკრულებასთან და საქართველოს მთავრობის რეაგირებასთან დაკავშირებით. ძალიან მკვეთრი რეაქცია მოყვა ასევე პრემიერის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის საუბრობს აფხაზეთის თვითგამორკვევაზე და თვითგამორკვევისთვის ბრძოლაზე, უფრო სწორედ. მართალია, მან დღეს ეს ტერმინი განმარტა და განმარტა თუ რას გულისხმობდა სინამდვილეში აი ამ ყველაფერში. თუმცა ამაზე ექსპერტების მოსაზრება იყო ასეთი, რომ აი ასეთი შეფასება ეჭქვეშ აყენებს დევნილების დაბრუნების უფლებას, ასევე ტერმინ ოკუპაციას. თქვენი აზრით აი ეს განცხადება მოდის გარკვეულწილად წინააღმდეგობაში იგივე არაღიარების, იგივე დევნილების დაბრუნების დეოკუპაციაზე, დევნილების დაბრუნებაზე მე მგონი მე მხოლოდ ამ ნახევარ საათში რაც ჩვენ ვსაუბრობთ, იმდენჯერ ვახსენე ეს ტერმინები და იმდენჯერ ვილაპარაკე ამაზე ისევე როგორც ოკუპაციაზე და მე რასაკვირველია მთავრობის პოზიციას გამოვხატავ და არა ჩემს პირადს, რომ მე მგონი ეს შეკითხვა არ უნდა გაჩნდეს. რაც შეეხება თავად ამ სიტყვას თვითგამორკვევას, პრემიერმა იგი არ იგულისხმა როგორც იურიდიული ტერმინი. სწორედ ასე განმარტა მან დღეს ეს. იგი ლაპარაკობდა იმ საფრთხეზე, რომელიც შეიძლება დაემუქროს იქ მცხოვრებ აფხაზებს. მე დაახლოებით ესე მგონია რომ მან იგულისხმა, დარწმუნებული ვარ რომ ესე იგულისხმა რომ მათ ენას, მათ კულტურას, მათ სკოლას, მათ საბავშვო ბაღს, თეატრს, გაზეთს, რა ვიცი ყველაფერს, იმიტომ რომ ამისი შეზღუდვის მექანიზმები ჩანს ამ ხელშეკრულებაში. რასაკვირველია თვითგამორკვევა როგორც იურიდიული ტერმინი აქ არაფერს შუაში არ არის. მან ამაზე ისაუბრა რომ ისინი ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში მათ უნდა კონდეთ თავიანთი ხმა, მათ უნდა კონდეთ საშუალება შეინარჩუნონ, როგორც ხოთშორის ყოველთვის კონდათ, როდესაც ჩვენ ერთად ვიყავით. აფხაზური ენის, კულტურის, თეატრის, კინოს, თუ რა ვიცი, ყველაფრის, ლიტერატურის შენარჩუნების საშუალება. ყოველ შემთხვევაში ნაწილში მოყვამას ასეთი მკვეთრი რეაქცია ამ როდესაც დევნილების კიდევ ერთხელ ვამბობ 300,000-ზე მეტი, ზოგი მონაცემით 450,000 ხვა აღწერა იქნება და ალბათ ეს ციფრიც დაზუსტდება. ამდენი დევნილი ყავს ქვეყანაში სწორედ იქიდან წამოსული, რაც თვითგამორკვევაზე შეიძლება იყოს პოლიტიკური ტერმინი. რასაკვირველია, ეს არ იყო იურიდიული პოლიტიკური ტერმინი, აქ იგულისხმებოდა სწორედ ის უფლებები, რაც ნებისმიერ უმცირესობას უნდა კონდეს ჩვენს ქვეყანაში და აქვს კიდევაც და სწორედ ეს შეთავაზება იყო მისი მხრიდან, რომ საქართველოში ეს უფლებები მათი იქნება დაცული და მათ თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნება შეეძლებათ. ხოლო იქით რა საფრთხეა, მე მგონი ეს თვითონაც კარგად დაინახეს. სწორედ აფხაზეთში ამ პროექტს, ხელშეკრულების პროექტს მოყვა გარკვეული ნებათაღელვა თვითგამოცხადებულ პარლამენტშიც, ასევე საკმაოდ მკვეთ პრორუსულ ცნობილ გაერთიანება ამაცხარაშიც კი განაცხადეს, რომ ეს პროექტი მათთვის მიუღებელია. მე მესმის, რომ ეხა თქვენ იმაზე, რასაც მე გკითხავთ, დეტალურად ვერ ისაუბრეთ, თუმცა მე მაინც მაინტერესებს, აქვს თუ არა აი ამ პირობებში თუნდაც ან არის თუ არა ამის მცდელობა საქართველოს მხრიდან აფხაზურ საზოგადოებასთან კომუნიკაციის გარკვეული მცდელობა არის თუ არა, ან არსებობს თუ არა რაღაც გარკვეული ასეთი ამისი ძალიან დიდი სურვილი არსებობს, გარკვეული კონტაქტები არსებობს ბატონი პაატა ზაქარიაშვილის მთელი სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობს სწორედ ამ თემატიკაზე. ჩვენ აი მე სტრატეგიული დიალოგი ვახსენე ევროკავშირთან, ესეც არის მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ეს საკითხები. ასე რომ ამ მიმართულებით რასაკვირველია ძალიან დიდი განსჯა, მსჯელობა, ფიქრი ხდება და მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი სწორი გზა ეს არის, ეს ამას პრემიერმაც გაუსვა დღეს ხაზი, რომ ჩვენ პირდაპირ უნდა ველაპარაკოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს და სწორედ მათ უნდა აუხსნათ პირდაპირ და ისინი უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ მათთვისაც კარგი გვინდა. როდესაც ვეუბნებით, რომ ერთად ვისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებას შეუძლია მოუტანოს საქართველოს. სწორედ მაგაზე მინდა აუცილებლად კითხოთ. თქვენ ესწრებით და ესწრებოდით
მივაწოდით რა თქმა უნდა ბოლო უსაფრთხოების საბჭოს ხდომასაც და ცხადია სწორედ საქმის კურსში ხართ იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, რომ მას აქვს გარკვეული იდეა და ინიციატივა და რაღაც შეთავაზება აფხაზებისთვის. მე მესმის რომ შესაძლოა თქვენ არ იცოდეთ ამ იდეის დეტალები ან არ დაგვიკონკრეტოთ ეხლა ამ შემთხვევაში ამ ეთერში, თუმცა თუ არის თქვენთვის ცნობილი რა სახის შეთავაზება ან იდეა ან ინიციატივა შესაძლოა ეს იყოს, ეს არის რაღაც პოლიტიკური თუ უფრო სოციალურ-ეკონომიკური სახის იდეა. ნამდვილად ვერაფერს ვერ გეტყვით ახლა ამის შესახებ, ჯერჯერობით დეტალები ნამდვილად არ ვიცი, ეს რაღაც ახალია და გარდა ამისა ამ სიახლის პირველად გაჟღერების უფლება სასაგურველია მე ვერავის ვერ წავართმევ, პრემიერის პრეროგატივაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის მერე იგი უფრო დაწვრილებით ისაუბრებს ამაზე. მაგრამ მან ძალიან სერიოზული განცხადება გააკეთა დღეს, როდესაც სწორედ ამ მიმართულებით ილაპარაკა აფხაზი მოსახლეობის, როგორც ეროვნული უმცირესობის ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უფლებებზე, მათი ამ უფლებების დაცვაზე და იმ გარანტიებზე, რომელიც საქართველოს შეუძლია მისცეს მათ და დაანახოს, რომ ჩვენ ყველანი ერთად თუ წავალთ ევროპაში, ყველანი ძალიან კარგად ვიქნებით. ეს არის ძალიან მარტივი და ძალიან კაფიო გზავნილი სწორედ მათ მიმართ. გაეროს მაღალი ტრიბუნიდანაც იყო ამაზე საუბარი და ბევრ სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, პრემიერმა პირველ რიგში მიმართა სწორედ აფხაზ და ოს ძმებს, რომ ეს ხელშეკრულება არის მთელ საქართველოსთან, ამით მათაც შეუძლიათ ისარგებლონ. მე იმედი მაქვს, რომ ეს ისე იქნება გაგონილი, როგორც არის ნათქვამი პრემიერის. ქალბატონო მაია. ის მაძლევს, რომ ლოგიკა წესით ასეთია, განვითარების ლოგიკა ასეთია. მათი მხრიდან ეს სურვილი მე იმედი მაქვს, რომ გაჩნდება ჩვენთან ერთად სწორედ ამ მიმართულებით სიარულით, იმიტომ რომ ჩვენ ევროპისკენ იმიტომ მივისწრაფვით, რომ ეს არის ყველაზე კარგი რაც არსებობს. ეს არის ის სამყარო, რომელიც ეფუძნება იმ ფასეულობებს, რომლებიც ჩვენთვის ახლობელია. და აი ამ ფასეულობების დაფასება და მათკენ სწრაფვა, მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან ბუნებრივი მოვლენა არააგრესიული ერისთვის, როგორიც არის საქართველოს მშვიდობის მოყვარე ერისთვის და მე ასეთად მივიჩნევ საქართველოს ყველა მაცხოვრებელს და იმედი მაქვს, რომ ამ ფასეულობების გაზიარებით და გათვალისწინებით ჩვენ ერთად გადავწყვიტავთ ჩვენს მომავალს. კარგით, კიდევ ერთი თემა, რომელიც ასევე უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების საკითხს, ეს არის რუსეთის მხრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების წამოწყება და ამის დაანონსება. კონკრეტულად ამჯერად საუბარია ავარეთ-კახეთის დამაკავშირებელ გზაზე. ამასთან დაკავშირებით თქვენმა მოადგილემ განაცხადა, რომ ეს მშენებლობა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, თუმცა რუსეთის მონაკვეთზე გზის მშენებლობა მისი შიდა საქმეაო, განაცხადა მან. რამდენად სერიოზულად მიგაჩნიათ თქვენ აი ეს საფრთხეები რუსული პოლიტიკის დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით? საერთაშორისო მინდა აღნიშნო, რომ ეს საკითხი მე ძალიან მაინტერესებდა გამეგო სწორედ ბატონი ზურაბ ბაბაშიძისგან, კარასინთან შეხვედრაზე იყო თუ არა ამაზე საუბარი, აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ყოფილა წამოჭრილი და როგორც ჩანს ამ ხელშეკრულებაზე საუბარმა დაიკავა იმდენი დრო შეხვედრის, რომ სხვა საკითხებისთვის დრო აღარ დარჩა ალბათ, არ ვიცი, ამასაც ხვალ გავიგებთ. ეს რუსეთი რა გზას ააშენებს თავის ტერიტორიაზე მისი ნებაა, რა თქმა უნდა და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არანაირი გარიგება, რაზედაც იყო საუბრები, ზოგიერთი კულუარული მოლაპარაკებები, არანაირი კულუარული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს არავისთან, არანაირი შეთქმულების თეორიის საფუძველი არ არსებობს, არანაირი გზა ჩვენი მხრიდან არ შენდება. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი ის გზა რას ემსახურება. და თუ ამაზე მეტი დეტალი გვეცოდინება მომავალში და გარკვეული ინფორმაცია რა თქმა უნდა არსებობს და ესეც არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განხილული იყო წინა უსაფრთხოების საბჭოზე და ხვალაც ისევ დადგება დღის წესრიგში ინფორმაცია ამის თაობაზე. ალბათ მე მოვახერხებ უფრო მეტი გითხრათ, მაგრამ ამ ეტაპზე მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩვენ არანაირი ოფიციალური ან თხოვნა, ან შეტყობინება, ან რაიმე სახის ინფორმაცია ოფიციალურად ამ გზის მშენებლობაზე არ მიგვიღია. და რომ მიიღოთ რა სიზავთ? გააჩნია ინფორმაციას, მისი მოწოდების ფორმას და ანუ დაშვებით უშვებთ თუნდაც ეკონომიკურ სარგებელზე იყო სხვათა შორის საუბარი, თუ არ ვცდები გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ეს იქნება ძალიან სერიოზული სამშობლო, იმიტომ თუნდაც განიხილოთ ეს თემა. შეიძლება ხა გზა ყოველთვის კარგია, კომუნიკაცია ყოველთვის კარგია, ეხლა ესე ზოგადად რასაკვირველია, მაგრამ კონკრეტული გზა A პუნქტიდან B პუნქტამდე
გააჩნია რა დატვირთვით და რა მიზნით შენდება, ხო? თუ კი ეს მიზნები გახდება ცხადი და საფრთხის შემცველი აღმოჩნდება, მაშინ ჩვენ შესაბამისი რეაქცია გვექნება. თუმცა ჯერჯერობით არ იძლევა საფრთხის შემცველი იყოს, იმიტომ რომ დაინახოთ რომელიც არსებობს საქართველოში რუსეთმა 2008 წელს როგორც გამოიყენა, კარგად მოგვეხსენება ყველას. კი, ნამდვილად ესეა, მაშინ ჩვენ აბსოლუტურ იზოლაციაში უნდა მოვექცეთ, იმიტომ რომ ნებისმიერი მხრიდან შეიძლება საფრთხე წამოვიდეს თეორიულად, რაც იმედია არ მოხდება. მაგრამ ყველაფერს გააჩნია, კონტექსტს გააჩნია, ვითარებას გააჩნია და იმ მიზნებს გააჩნია, რა მიზნითაც ასეთი გზები შენდება ან არ შენდება. ასე რომ ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი, მე ვფიქრობ, რომ გვექნება მეტი ინფორმაცია და უკეთ ვისაუბრებთ ამ თემაზე. კარგი, და ბოლო კითხვა, რომელიც ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა თქვენგან მოვისმინოთ, ეს არის ახალგორის მოსახლეობასთან დაკავშირებით, რომლებსაც 1 იანვრიდან რუსეთი პასპორტების გარეშე ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევს, ამასთან დაკავშირებით რა საპირებს და რა გეგმა გაქვთ? ესეც არის ჟენევის თემა, ეს პირდაპირ არის ჟენევის თემა, წინა ჟენევაზე ამ თემაზე ლაპარაკი არ ყოფილა, მომდევნო არის დეკემბერში და იქ აუცილებლად იქნება, კარგია რომ იგი წინ უსწრებს ამ 1 იანვარს. ეს არის ჩვეულებრივი იზოლაციის პოლიტიკა, რადგანაც მოგეხსენებათ მავთულხარდებით მოსახლეობას უჭირდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და გაყოფილ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას უჭირდა ძალიან ბევრი უფლების გამოყენება, იქნებოდა ეს განათლების უფლება, თუ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება, თუ გადაადგილების უფლება მარტივად. და ეს არის ამ პოლიტიკის გაგრძელება, იზოლაცია იმ ხალხისა, სწორედ იმიტომ, რომ არ შედგეს კონტაქტი, არ დამყარდეს ურთიერთობა, არ აღდგეს ნდობა და არ წამოვიდეს, ასე ვთქვათ, ერთად ყოფნის სურვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობისგან და რაც მთავარია, არავინ არ იცოდეს თუ იქ რა ხდება. მე შეგახსენებთ, რომ მაისში ჩამოსული იყო გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში, ქალბატონი ნავი პილაი, რომელიც წესით უნდა შესულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ენახა იქ ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ეს რა თქმა უნდა არ მისცეს მას ამის უფლება, ვერ მოხერხდა და შესაბამისად მან შავი ხვრელები უწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს. არავინ არ იცის იქ რა მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. გასაგებია, კარგი, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მე თქვენს საკმაოდ რთულ და საინტერესო საქმიანობაში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი ყველას ინტერესია, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა იყოს წარმატებული. მინდა რომ ყველა ასე უყურებდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმატებას და კიდევ ერთხელ ვამბობ, აღნიშნავდეს იმას, რომ ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს. დიდი მადლობა. და გემშვიდობებით. მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩვენი სტუმარი.